მიტროპოლიტ სერაფიმეს დავისული. Წუხართ და უსამძიმლე პირველ რიგში მის ახლობლებს, ნათესავებს, საძმოს. ნამდვილად ნაყოფიერად განვლო მისმა ცხოვრება. მან დიდი კვალი დატოვა ქართული სამოციქულო ეკლესიის ცხოვრებაში. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში. პირველ რიგში მე მინდა გავიხსენო მეუფის ეკლესიაში მობრძანება. ჩვენ ერთად მოგზაურობდით წმინდა ნინოს გზაზე და ჰქონდა საშუალება ვესაუბრა მონასტრულ ცხოვრებასთან დაკავშირებით და გზაშივე აღმოჩნდა მეუფემ რომ მე მონასტერში მოვალო და მობრძანდა მარტყოფის მამათა მონასტერში. მე მაშინ მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი ვიყავი და ძალიან გულმოდგინედ შეუდგა მონასტრულ ცხოვრებას. აი მართლაც ყველანაირ მორჩილებას ასრულებდა და მორჩილების დროს დაინტერესდა მხატვრობით, ხაწერით. და რა თქმა უნდა ამის შემდეგ ფოკაში გადავიდა იქ ჩვენი მონასტრიდან, მალევე გამოიჩა მდელმთავრად და მდელმთავრობაში ხაზგასასმელია მისი სულიერი ყოფა. ის ძალიან დიდი უბრალოებით გამოირჩეოდა, დიდი თავმდაბლობა ჰქონდა. მას შეეძლო ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, უბრალო ადამიანთან, მრევლთან, შეინებულ გამოჩენილ ადამიანებთან და ეს იყო მისი უმთავრესი თვისება. თქვენ იცით რომ მას ბევრი გასასწრებებიც დააყრა თავს და აი მღვდელმთავარი რო აი ყველაფერს გადაიტანს ნამდვილად მე მჯერავს რომ ის ნაშე გამართლდება. მერთმა აცხონოს მისი უკდავის სული ძალიან წუხარ დიდი დანაკლისია ეკლესიისთვის მისი ამ ქვეყნიდან გასვლა და ჩვენი თხოვნა არის რომ მოცემში მოიხსენიოთ 40 წლის განმავლობაში ანაშვიდები, შეკვეთილი წირვები. ჩვენი მოვალეობა არ არის ადამიანის საქმის განხილვა, უფალია გამსჯელი, უფალია განკითხავი. ჩვენ მოკვდავმა ადამიანებმა ვილოცოთ უფლის წინაშე რომ მისმა სუმა დაიმკვიდროს იქ სადაც მართან და წმინდანი მკვიდრობენ. მერთმა აცხონოს, მერთმა შენდობა მისეს მის უკდავს სულს და ჯერავს რომ ნამდვილად ისიც ილოცებს ჩვენთვის, იმიტომ რომ სამშობლო უყვარდა, დედა ეკლესია უყვარდა ძალიან. ნებისმიერი მისი ინტერვიუში იგრძნობა რომ ეს ადამიანი წითელი და ნაღდი არ თამაშობდა და სიცხოები და გულიდან წამოსულ სიტყვებს ამბობდა და გვერდმა შეუწიროს ეს სიცხოება და ეს უბრალობა და თავმდაბლობა. გვერდმა აცხონოს მისი უკდავის სული.